უერთდებით დევნილთა ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ აქციას 27 სექტემბერს. 1993 წლის 27 სექტემბერი არის ტრაგიკული თარიღი საქართველოს ისტორიაში. დღეს კი ქართული ოცნების არალეგიტიმური რუსული ხელისუფლება პრაქტიკულად მთელი საქართველოს ოკუპაციისკენ მოგვიწოდებს. შესაბამისად, აქედან გამომდინარე, მოგიწოდებთ ყველას 27 სექტემბერს მოხვიდეთ გმირთა მოედანზე გმირების მემორიალთან 19 საათზე, საიდანაც შემდგომ მარში დავიძურებით პარლამენტისკენ. მოგესალმებით. ჩემი პოლიტიკა არის ბრძოლა სახლში დაბრუნებისთვის. სახლი, რომელიც სოხუმშია, აგრბას 3-ში. რუსმა ოკუპანტმა წამართვა სახლი, მაგრამ ვერ წამართვა მეხსიერება და ამ სახლის დაბრუნებისთვის ბრძოლის სურვილი. 27 სექტემბერი არის დღე, როცა ჩვენ ერთმანეთს კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვახსენებთ, რომ აფხაზეთი საქართველოა, რუსეთი ოკუპანტია და რუსეთთან მარტო დარჩენა ნიშნავს ომს და საკუთარი სახლების ოკუპაციას. მშვიდობას მოიტანს თავისუფლება, თანასწორობა, ღირსება. სწორედ ეს ფასეულობებია, ეს ევროპული ფასეულობებია ის, რასაც 100,000-ობით დევნილს არ დაგვაკარგინა საკუთარ სახლებში დაბრუნების იმედი. ამიტომ ჩემი თანამებრძოლები კოალიცია ცვლილებისთვის 27 სექტემბერს საღამოს 7 საათზე ვიქნებით გმირთა მოედანზე, რადგან ჩვენ კარგად ვიცით, სად არის ჩვენი სახლი და ამ სახლში დაბრუნების იმედი. ჩვენი ადგილი არის დიდ ევროპულ ოჯახში. მოგესალმებით. 27 სექტემბერი არის ამ ქვეყნისთვის ერთ-ერთი მძიმე თარიღი და ეს დღე გვახსენებს რუსეთის აგრესიას და რუსეთის როლს საქართველოში, რომ მისი ფუნქცია არის მუდმივად ჩვენი ტერიტორიების დაპყრობა. ამის პარალელურად ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ამჯერად რუსეთს ამ ხელისუფლების გამო, ეგრეთ წოდებული ხელისუფლების გამო, რუსეთს არ უწევს ჩვენთან იარაღით ბრძოლა. ის იბრძვის საქართველოში ქართველი მოღალატეების მეშვეობით, რომლებსაც დღეს ქართული ოცნება ქვიათ. ქართული ოცნება მიზანმიმართულად ებრძვის დასავლეთს, ხოლო დასავლეთი არის მხარე, რომელზეც დგას ჩვენი ქვეყნის არაღიარების პოლიტიკა. მათი პოლიტიკის მეშვეობით დღეს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები არ არიან აღიარებული მსოფლიოში. გამომდინარე აქედან ჩვენ უერთდებით დევნილი ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ მსვლელობას, რომელიც გაიმართება გმირთა მოედანზე, სადაც პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, რომლებზეც დგას ეს ქვეყანა, რომლებზეც დგას ჩვენი დამოუკიდებლობა და თავისუფლება. ხოლო ჩვენი ვალია, ქართველების ვალია, რომ ვიბრძოლოთ და გავაგრძელოთ ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, რომელიც დღეს საფრთხის ქვეშ არის. გმირთა მოედნიდან ჩვენ მარშით გავემართებით რუსთაველზე, ადგილზე, სადაც წლების მანძილზე ვიბრძოდით და ვიბრძოლებთ თავისუფლებისთვის. მადლობა.